მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე, ავტორი სერიებისა დაკარგული დიდებული მესხეთი. დღეს არ შემოგთავაზებთ ახალ სიუჟეტს, რამე თუ 2024 წლის ესე ვთქვათ სეზონს დავამთავრებთ 24 დეკემბრის შემოთავაზებული 39 სერიით. დღეს მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ იმ ვიდეოთა კოლაჟი, ესე ვთქვათ, ნაკრები, უფრო იუმორისტული დატვირთვის არის, რომელიც მე და ჩემი მეგობარს, რომელიც მიწევს ოპერატორობას, შეგვემთხვა, ესე ვთქვათ, დაკარგული დიდებული მესხეთის სხვადასხვა სიუჟეტების ჩაწერისას. მაგრამ მანამდე სანამ ამ ყველაფერს შემოგთავაზებთ, მინდა პატარა შესავალი გავაკეთო, რატომ მაინც და მაინც მესხეთი. ამის ერთადერთ და უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს ის, რომ სამხრეთ საქართველო, ანუ მესხეთი გახლავთ ის ადგილი, საიდანაც საფუძველი ჩაიყარა ერთიან საქართველოს, საიდანაც ბაგრატონთა შტო სათავეში ჩაუდგა ფეოდალურ მთლიან საქართველოს. საუკუნეების განმავლობაში მართავდა მას და სამწუხაროდ ამავე სამხრეთის, ანუ მესხეთის მხარიდან მოხდა მისი დაშლა სამეფო სამთავროებად მე-15 საუკუნის მიწურულს. შემდეგ კი საუკუნეების განმავლობაში ოსმალეთისა და ირანის იმპერია საჯიჯნად ხვდათ სრულიად საქართველოს ტერიტორია, მათ შემდეგ საუკუნეთა ბიჯნაზე დაემატა რუსეთის იმპერიად, შემდეგ ეს სამი იმპერია შეცვალა ერთპიროვნულმა დამპყრობელმა ბოლშევიკურმა რუსეთმა და ამ ეპოქათა განმავლობაში მიდიოდა მთელი რიგი პოლიტიკურ, რელიგიურ და ეკონომიკური ექსპერიმენტები ჩვენ წინაპრებს. მე დაახლოებით 4 წელია რაც სამხრეთ საქართველოში მოგზაურობ, პირველი 3 წელი ესე ვთქვათ, ჩემთვის კარგი გაგებით პირადი სიამოვნებისთვის დავდიოდი. ვაწარმოებდი გარკვეული ვიდეო მასალის ჩაწერას, როგორც პირადი, ესე ვთქვათ, კუთვნილებისთვის და თუ სადმე ვინმე ადამიანს ნახავდი, ვისაც აინტერესებდა ამ დიდებული მხარის ისტორია, შეიძლება საუბრით, ესე ვთქვათ, გამეთიშა. შემდეგ მირჩიეს ჩემმა შინაურებმა და ძალიან ახლო ოჯახის წევრებმა, რომ ვინაიდან რადგანაც მე ისედაც აქ მოგზაურობდი, ამეღო დრონი, ამეღო GoPro და ეს ყველაფერი სიუჟეტებად გადმომეცა იმ ხალხისთვის, ვინც დაინტერესდებოდა ამ მხარის ისტორიით. შესაბამისად წელს ესეც გავაკეთე და შედეგს თქვენც ვინც მადევნებთ თვალს, თავადაც ხედავთ. გეტყვით იმას, რომ საკუთარ თავთან მაქვს აღთქმა დადებული, რომ სამ 200 სერიას არ გადავიკეთებ მესხეთის შესახებ, მანამდე სხვა რეგიონზე არ გადავალ და მინდა შეგახსენოთ, რომ მესხეთი ზოგადად არის კრებითი სახელი. მესხეთიდან დღევანდელ საქართველოში ჩვენ შემორჩენილი გვაქვს მხოლოდ სამწუხაროდ სამცხისა და ჯავახეთის რეგიონები. არის და სრულიად მესხეთის ფარგლებში შედიოდა ისეთი ტერიტორიები, როგორიც არის ამიერტაო, იმიერტაო, კლარჯეთი, შავშეთი, ერუშეთი, არტანუჯი, კოლა და ეს ტერიტორია თითქმის ტრაბზონამდე გრძელდებოდა, დღევანდელ ტრაბზონამდე იყო ძირძველი ქართული მიწა და მთელი ესე ვთქვათ კულტურა, ქრისტიანული, ხუროთმოძღვრული, მატერიალური თუ სულიერი შემოედინებოდა სამხრეთიდან დანარჩენ საქართველოში. და როდესაც 200 სერიას აღვასრულებ, შეწევრით ჩემი ოცნებაა, რომ ხო არსებობს პირაქეთა ხელსურეთი და პირიქითა ხელსურეთი და მე პირიქითა მესხეთს ვძახი იმ მესხეთის ნაწილს, რომელიც დღეს ჩვენ და სამწუხაროდ უკვე ჩვენი აღარ არის და თურქეთის ტერიტორიაზე, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ღვთისმშეწევრით ის ტერიტორიაც დაბრუნდება. ჩემი ვიდეო მიმართვის ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ მინდა უბრალოდ მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, ვიმყოფები ახლა რაღა თქმა უნდა მესხეთში. ეს არის სოფელი ჭობარეთი, ერთი ძალიან მაგარი მესხი კაცის ოჯახში ვარ. მას აქვს აღდგენილი ძველი მესხური ოდა, ამ კერაზე ვარ ახლა მე და ამ ხარეში დაწურული ყურძნით, რომელშიც რამოდენიმე მესხური ჯიშის ყურძენია გაერთიანებული, ეგრეთ წოდებული ღვინის ბუკეტია. დაგლოცავთ, მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ყველაფერი დადებითის და კარგის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის, პირველ რიგში ჯანმრთელობის, მშვიდობა ყოფილიყოს თქვენ ოჯახებში, სრულიად საქართველოში და მე დაგემშვიდობებით მომდევნო 30-ე სერიამდე, რომელიც დაიდება ტრადიციულად სამშაბათს, ოღონდ ამჯერად 2025 წლის 14 იანვრის სამშაბათს, რა თქმა უნდა, საღამოს 6 საათზე. მრავალ ახალ წელს დაეწარით, ჯანმრთელები, ღეგრძელები და გახარებულები. დროებით. ეგარ გამოჩნდა. სამწუხაროდ კაი კადრი იქნებოდა. ეგარ დაგინახო რომ გააფუჭითო. მართლა ანა თემას გადაგცემები უბედური. მოდი საკი იღებს
სკამებს აფუჭებს. რა როჯახარტო? ხლა უნდა აღმოვლოს უკვე რა. არ შემოგახტება კაცო, მიდი. მოგესალმებით. დრო დადგა მომდევნო სიუჟეტისა. ამ კონკრეტულ სერიაში მე თქვენ შემოგთავაზებთ დადეშის ნასოფლარს და მაშინ შემორჩენილ ძეგლთა ბიჭო. ისა მაშინ კინო არ გამოვიდე. იქიდან გამოვა. დაკეთან ჩართულია. გილავთ ჯავახეთის ზეგანზე იყოს. მე ჯავახეთს რა მიჭირდა ამ რაღაცაზე. აი შო. ერთ სამი ეკრანი გავწმინდა პროსტა და всё. ის ნიკო წამოვიდა ვეღარაფერს გავაგნებ და მოდის. მოდი. დაიჭირე იღებს უკვე всё. სიგარი. ესე ჩვენ დაიჭირე. წავიდეთ. ამოიწერეთ. აი და თავიდან ხო არ წამოვიდე. არ ჩერდები ხო ხედავ. просто გარღვევა მაგ ბიუჯეტში და ეხა მაგ ხელა მანძილზე ვეღარ გადმოდივარ, მაგრამ აქეთ ამ მანძილზე სამცხის მხარეს მაინც ვამატებს ელიებს. იმსახურებ? გაიწე. შევა. აქეთ გადმოინაცნო პაზარის გამოჩნდეს. ნელ. თავად სიუჟეტიდან იხილავთ. ხوار და მებნაენა. გაწოდე. ჩამოვა. ცოტა ახლოსში მოდი და გადავიღე. კარგად ვიღებს, არ გინდა ახლა. ხმა არ იქნება წესიერი. ხმა უნდა ჩაწერო? რად გინდა ხმის ჩაწერა? მოდი რო გეუბნები რა. ძალიან ცუდად ჩანს ბიჭო, აქედან აზრია. ესეთ გახარი მისავი ცვეტივით. არ დანარჩენს კი დეტალურად, როგორც ამ ძეგლზე და მის ისტორიაზე თქვენ სერიიდან იხილავთ. წავეთ. ეს გაქცევა რა გაიყო, ხა? კაია. ეს აღარ მინდა. ესაც ვიტყვი, ესაც და всё. არ გამორთო. ეს არის კაცი, ვინც დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებში არ ჩანს და არადა თელ შესავლებს თავისი 700 დუბლით ნერვებს ვაგლეჭ და დასასრულს ეს კაცი იღებს და походу არის штурмანი რა. походу რა, ანუ ამავდროულად არის штурмანი ქართულად ვთქვა. штурмანი ვარ, მიმართულებას რო არ გიჯერებს. წოლი. 10-დან 9 მიმართულებას თვითონ მირჩევს და უკვე გადასავარდთა რო ვარ. მისული მაშინ ხდება რომ მე ვეუბნებოდი სწორ მიმართულებას. სამუდი. მოგესალმებით. მე ახლა ვარ გიორგი თავაძე. სხვა ძეგლთა. თუ მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზ. დავიდი. არ გათიშო. არ თიშავ არა. და მე თვითონ დავიწყე სამს და გამო. ხო, კაი. გასუქურებ გიორგი. მაშინ გიწია, ვერ გადავიდე. მოიცა кайშო. ძულებს გადავუებ. გამოის არის შენია. დაგწუფავს. ხო, აი ავიდეთ მაშინ. ავადამო. ლაშა. მოდი შენი ფანარი დამჭირდება. მე თან ტელეფონში უყურებ იმას და ვინაგებდა შუა საუკუნეებში ამ ხელალოდებით. ვარ კირსმენს გამოიყენებდნენ ჩემში საუკუნეებში. აბა მაშინ ხედე. ამ ხაზია ბასი. აბა მაშინ ხედე. ატორ წავიდა.
აბა დროებით